მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს შევეხები საქართველოში განვითარებულ ბოლო დღეების განმავლობაში იმ რიტორიკას და იმ თემებს, რომელიც ვფიქრობ, რომ ყურადღების ღირსი ნამდვილად არის. კერძოდ, დღევანდელი გადაცემის თემაა და დღევანდელი გადაცემის მიზანია ის, რომ მოვსპოთ ის ილუზია და შევეხოთ იმ თემებს, რამდენად არის შესაძლებელი საქართველოში არჩევნების გზით შეიცვალოს მოქმედი ხელისუფლება. რამოდენიმე დღეა მიმდინარეობს საქართველოს მასმედიის საშუალებებით, როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის რიტორიკა იმის თაობაზე, რომ რადგან უნგრეთში მოხდა ეგრეთ წოდებული დიქტატორული ორბანის ხელისუფლების არჩევნების გზით გასტუმრება, იქნება ილუზია, რომ ასეთი შესაძლებელია საქართველოში. მე უკვე ვისაუბრე ჩემს მე-14 და მე-16 გადაცემაში, მე ვთხოვ მაყურებელს, რომ გადავიდეს და ნახოს ეს გადაცემები, ვისაუბრე იმაზე, რამდენად არის შესაძლებელი მოქმედი ხელისუფლების პირობებში, მოქმედი კონსტიტუციის პირობებში, მოქმედი საარჩევნო კოდექსის და რაც მთავარია სასამართლოს ხელისუფლების პირობებში ამ ხელისუფლების შეცვლა. მე აზრი არ შემიცვლია ის, რომ უნგრეთში შეიცვალა ხელისუფლება, ის ნამდვილად არ განაპირობებს იმას, რომ საქართველოშიც ასეთი შესაძლებელია, რომ მოხდეს. თუ არ მოხდა რადიკალური ცვლილებები. 2 დღის განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტი, ყველა ოპოზიციური პარტიების ლიდერი, მხოლოდ სახელისუფლებო ოპოზიციური პარტიების ლიდერი, ეგრეთ წოდებული კვალიფიციური სუბიექტები, მარტივმამრავლებლად დაშლილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიების ლიდერები და ასევე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს არწმუნებენ, რომ ასეთი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში შესაძლებელია. დღევანდელი გადაცემის მიზანი სწორედ ის არის, რომ ეს ილუზიები გავავათილოთ და ხალხს დავანახოთ ის რეალური სურათი, რა არის შესაძლებელი და რა არა. შესაბამისად, ეს არის ჩემი გადაცემა YouTube-ის არხზე. მე ვთხოვ მაყურებელს, რომ მოიწონოს ეს გადაცემა, გამოიწეროს და გადააზიაროს. ჩემი თხოვნა იქნება, ეს არის ახალი არხი და თქვენი მოწონებით, ესე იგი ლაიკის დასმით, თქვენ სამსახურიდან არ გაგანთავისუფლებს არავინ, ეს Facebook-ის მსგავსად, ვინ იწონებს და ვინ არა, აქ არ ჩანს და შესაბამისად, თუ ასეთ ლაიქს დაცვავთ, ეს არ იქნება თქვენი სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი, თქვენი დევნის საფუძველი, მაგრამ ამ არხის პოპულარიზაცია ნამდვილად მოხდება. შესაბამისად, დიდი თხოვნაა, რომ მოიწონოთ არხი, გამოიწეროთ და გადააზიაროთ ის.